ჩემი ადგილი. უყურეთ ამ ვაჟბატონს, თან წიგნი რომ უღმაუჭიეთ და თან რო ჩასწინებ. ვიში გაჩვენებს. მოდი შავპატრონი, როგორ მეკითხა, რა შენი თავის ისე ხომ აგონია, ტიპიური ზარმაცი. იგო, რა საკეთე? არ სწავლო? მე უკვე მომამზადე გაგვით. მაინც არა დავსწავლე. მასწავლე ნახო თქვა, მე ვიცი რა საკეთე. არა ეს პატარა Samsung-ის ტელეფონი აქვს და რაღაცებს. არ თქვენია, მასწავლებმა ტყუილი არ იცის. ის ბრუნავს ჩვენზე, გვეფერება, გვათამაშს და შენ როგორ საუბრობ მასთან. კარგი ხო, თქვენ როგორ ისე? ვინ არის ბიჭო სიმართლე? რა გაჩვენებ? თარგმნია? მასწავლებმა თქვა, გიყვარდეთ ერთმანეთიო, რამდენი მოთხრობა ვისწავლეთ მეგობრობაზე. რატომ არ თქვით მასწავლებს? მითქრო ახლა. ახლა ის რომ მეოთხე კლასს ვამთავრებ, ჩვენ საყვარელ მასწავლებლებს. მისამაც დაფასებაა. წარმოვიდეთ ახლა და ერთი წუთით ძალიან მაგარი სიურპრიზი მაქვს მასწავლებელთვის. ჩვენი წასვლა რო არ იდეებს. წარმოვიდეთ ერთი He's
სიფასრებულები აქვს. ჩვენად წერალმა და საზოგადო მოღვაწე წმინდა ილიამ ნათალმა ჩვენი ერის ძირითადი მასწავლებელი სამი სიტყვით გამოყვა: მამული, ენა, საძმობა. ბოლოს ჭრიეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ მეორემ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარ ორიენტირად გამოსახა ნერთი სამშობლო ადამიანთა. ოდითარგა სამშობლოს სიყვარული იზრდებოდა საქართველოში შვილით. შეიცის ფორცებდა და საფრთხედ იყიდა მშობლიურ განძს. ხოლო წმინდა ქრისტეს იმ საზომით შეიყვანა, რომ ქართველი და ქრისტიანი სინონიმებად მიიჩნეოდა. ამ კუთხით ჩვენს სკოლა გამორჩეულია და შეძლებით დაბალ ცდილობ ის ცნებებით გვიარ. ამ მხრივ გამორჩეულია ეს კლასი, რომელიც სისხლის არასდროს საუბრობს შესაძლებლობებს და სიმართლე იყვას ბევრმა მიხვდეთ გამსხამარებულ ყოფილს. წლების წინ სიახლე იყო ისიც, რომ ძალის დარეკვამით ისინი ჯერ მოძებს კითხულობენ სამშობლოს, პატრიარქს, მოძღვარს, მასწავლებლებს, მშობლებს და ერთმანეთს ავერდებენ უყავს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი განაგრძობენ სწორედ სიცვლას. არსული მოხსნა საოცარი ასარ გაუძლის ჩემი ციხის ძველმა ფუძლებმა ისას თანახმს უძველესი ამსალოცა და აღასრულეს წერია ნაში მე ხელი ვარ ani bani მაქვს სამოუხსნეს ენა მაქვს სუფლის სადიდებლად დაბადები ცრემლია ჩემი ისტორიის ყველა ფურცები ყალდათებული და დემეტრე თავდადებული მე ქართულია ჩემი ფესვები, ჩემგან გაიგე, გენაცვალე შენ და გენაცვალე. მე ქართული, ხმალზე მჭრელი მქონდა ლექსები, და გავიზარდე, იაკობის დედაენა. ინჟინერი ვარ, სარდაფას გაგიშლის. სტუმას ფართო დაუდგები, ალბათ თავდება. მე ქართული ვარ, აზმას ესაც ავიში, ესაც გავსი, არასოდეს ამინანი. ჩემი პირველი სადღერძელო უფლის უნდა ქართული სუფრა სიცოცხლეზე ყველა პარადას ყველაზე წმინდა დედა და დედის როცა მე ქართველი ვარ მამის და სტუმარის ვალერკა გამარჯობა საქართველო მე შენი მიწისშვილი ვარ იმ მიწის სადაც დავიბადე და პირველად დედა დავიძახე მე ის ქართველი ვარ ვინც ქართულად შესმერლიან მიწაზე ისწავლა აიგია მე ულამაზესი ფშავ ხუთუნეთის პატარა მარტარი ჯამეთი ვარ
ის ჯიში მომდგავს და ვამაყობ ანგები ტრის რისხვა ძაღლებში ტრის რისხვა რომ ჩქეს და წაგებს Აკირ შემოყვანილ ნაწილებთან. ალიკითხება რა წერია.
ვინა მოიტაცა იგი ციცხლი დაჭრეს როგორ შეთხელებულა შეცილი უცლები და სწვილი რაც იწერა ის სახალწერი სიცხალით ნაცელი ველით გადაუწერი გირევის აუთ დია საქართველო თავის ზვარი და ხოცი ცხენგურზე დამადგეს ფერფი, როცა მედია მომგლიჩეს მკერდით, ძველი ქართულით რუსხული თავით ჩემს ხელში ბატის მითქაში ვეტრადის, მისი პარვის პოვებას წვერი. ჩემ ხატია, გურსმა ხატია, იყავთ გვერდი და ზედ გულზე შენ გამეთამულები ყოთლი ფეხები როცა გამიჩნდა მაშინ მამულის საკურთხეველზე ჩემი ციცები ენთოს თანხდება მე თავი მედო გატენი თოფზე მე ციცლობი მიან მეზინა ხან თეირამში და ხან სტამბოლში როგორც სამკაული მყიდდება ერთხელ ვარსქემათნებით მათრია განუყურნები დამჩაიარა მათ წამადა ვერ გადამარჯვლა მომკლა და კეფებს ვერ მაზია გაზით დამგლიჩეს სათირები ჩხილი და წამებული მიწოდა ხალხმა თუმც კაცი რა სიკვდილი ცინაც მე და ჩოქი ვერავინ ახარ ჩემს და ჩოქებას მურცვით მოედეს უტეხი სული ჩემი განძია ასია ვოგისვენი ცხოველი და გამოყვეთა კლაში ვარცია ჩემს თითოეულს სიმღერა ჰქვია ჩემი ციხენი ძლების ხმებია გულში მრავალჯერ მომარტყეს ტყვია ზურგში არცავი ზურგზნები მე წავიყავი ძალიან ხშირად და არ ვიცოდი რა იყო მონა წამოვიღე ფერეიდანში ჩემი ქართული სიტყვების ყონა ვერ ამომგლიჯეს პირი და რენა შანთით წამებით მუქარით მწვენით და მღერის მთელი ფერეიდანი ქართული ხორცზე ქართული ენით რეკლამერი წყვის ჩემი მამული ჩემი ტანჯული ქართული ენა წერმა ვერასდროს გადამაგვარი წერმა ვერასდროს გადამაშენა წამოვიღეს ჰერც მაწავს მიჩერჭული და მწვეთი ამსთან უძლებდი ძლებს და წამს და ერთხელ მერქ ჯურხნებს როცა მივხვდი საბედის სასწავლო რამდენს გავუძებ რა შეიძლება ჩემი სამგორი სამგორა ჩემი სისხლიდან ჩემი ძვლებია ამოწევ ქვაზე ამოწევ ხეზე და ყოველი გულზე წედა ამდენლექს და ამდენლეგება საქართველოს მისთვის იმედია თუკი არსეთის ყოველი ერთხელ ველნიზე დროშა მე ავიტანე და ვდგავარ არასდროს მოხარ მაგერგალე ძლიერი ყალე ქონია დარტიელი თუთქმელი და ვიცი სადაცუხე ერთხეს მშობილი ვერ დამავიწყეს ჩემი მამული ჩემ ვერ ტანჯული ქართული ენა ტერმა ვერასდროს გადამაგვარა ტერმა ვერასდროს გადამაშენა ამირანის და არსენას დედა ვინ გამაკვიროს შვილთა დიდებით ცად დამიწადრო მისი ხმარხულეს მე ესეთ ქართულს კიდევ ვიგდებ რემწერ ვიგამემწრის ნახვი ჩემი ლამაზი ვერ მიძრების აუხნება მაგრამ დღემდე მოვედი განსაცდელი დრო და ყოველთვის იყო ვაის დამხმარი და გადამხედელი უშიშები შავქვევს სულები მოყვან ეწებული ასეთი შეუძლები მე ვარ სული საქართველოს საითმის უმარა ლაშქარი სისხლიან ნაბჯარში მჯდავი არაგი დამშარი ქალამდიანი ჯარი ატონი არ ყავდათ ერთგულებს მოგეთავ დალაშქარს მე დროში მინუტის დროში
ღალატისა და ერთგულების, კაცობისა და არაკაცობის, გრძელი ჯაჭვობა, რომელსაც არც დასაწყისი უშავს და არც დასასრული. ისეთი პატარა რომ შემიძლია გატარო. პატარა ხარ, მაგრამ დამოუკიდებელი, მაგრამ მე უფრო დამოუკიდებელი ვიყავ. ვიყარ შენ პატარა გოლიათი და ბედური. ვიყარ შენი საუდიანი მხიარულებაც და იმედიანი მოციქულობაც. ვიყარ ხარ ცრემლიანი და ხილი თავდაუწემულიც. ვიყარ ხარ დამოუჩო. აღარაფერი აღარ მშველი. შენთან, შენს ხუნა კარტაში. ყველაფერი მიგემარია. დავით ჩაგწერა ღარიბების სიაში. ვინ მოიკვლია, ვინ გადაწყვეტა. რატომ გავიქო? შეხო ყველაფერი გვს. ციან, მიწიან, ბარაქიანი და ყორტანილი ბევრჯერ, მაგრამ ვინ გნახავდა კონკი? სულსვებს უკან თვალი შენს დოვლაცი. არ მოიწინო, არ დაეცე, არ დაიხალე. გეშინია. დახის შენ. ასე არ გავარხე სათხარ, როგორ დამიხალე საფიცარო,
უნდა გადაგმალოს საქართველო 900 იქეცადღაც ღმერთო როგორ მინდა მოგიშუშო ყველა იარაღ და დამხა მუსეჭილობები დაგიკეთო ფეთქაროდეში რომ აიოს კერძი გვილილების დაკაფნი იდეის უნდა გადაგმალო და მიჯერე აღარ დაგვრჩენია სულისა ის საქართველოს იგერია ვიცი სასოებით შეგვედრებ ხალხსა ჩვენსა, დაგვიცევ და დაგვიფარებოდეთ თაგარ. აკურთხე, ერი ქართველთა და წმინდა ეკლესია მისი. სამშობლო გახსოვდეს, გადაუქმნია თავს მისფერ მათრას, გადამტოვა, წამოვედი დამოჯებული. აპატიე, შეიუდომე, გადაუადე მეთქი. გაიზრდებიან, ნაბიჯს გადადგამენ, სწორად გაივლიან, ცუდ რუკაზე არიან, ცუდ მტერ მოყარე ჰყავთ, გადამთქმელ მიასაბამენ. თვითონაც კი ვარგისებია, შეს კალთაზე, წმინდობას შესიფარდე, ნათლის მშობა, ივერიის, თავიანო დედა, შემომღებია დიშო. ნახა დამავიწყე, გული გამინათა, იმედი ჩამისახა, წამოვედგა.
შავში მისული მისლის უდევარ, მინჯით თუშის და ფიწყი მძიულის, თვალში დამდგარი ფიქრის უდევარ, ქართული სულის გელვარე რაში, შმადი ამად მორწყვი მთავარ, ჭოროხის თავში და გურჯის ყარსის ჩავკროვე ქრისტეს ნათვრავარ, უკრა და ჭირა დინოსვა ვერგული, ვერ მოწამული ხულო ელი ვარ, განდაგანთრევა სარგულებული, შენი ერთგული აჭარელი ვარ. ბედნიერება მითხრა, თუ მეძე ალესანდროს მოსწევია, რაც კი რაჭველმა სწრაფად ვაკეთე, იმას ნამდვილად ხვანჭკარანქია, ჭელი სისხლს თავთან შეწირული, სანთელბერების სარგანაგონი, ჯულის მსხვერპლი ვარ, თავგან წირული, სიდარბაისლე ვარ, ვარაკონი, ტაოს ცრემლი ვარ, ვანაჩთენილი, სახლის დაცვა ვარ, ლომგულ ქორდების, კალარჯეთის ხმა ვარ, ვერ მოწოდენილი, გალავნებამდე, სვეტით ცხოველი, მამა გრიგოლის შეწყნარებული, არაუდები, ხანძთის შვილი ვარ, ფარავანი ვარ, ნინოს ყლებელი, იოთანზე დგენდის ბედნიერება მითხრა, სადმეძე, ზედასავლეთით როდის ამით. რეებს აგროვე, დარდავს აგნები, დავეღარიც მიდგე კაცუდა. სადმე, სულ ახლოს აქოვარძიასთან, სარგის თმოგველის ნაკამარალზე, მტრის გაოგნებულ ელეგიასთან, სამოხალატე ცოლის დანკანზე, ქორი ხედვიგე, ხედვალე ზეგას, ლურჯბალახიან ჯავახეთისა, მესხთა სამკვიდროს აბულის ყებას, ყუნდროს ლოდის, ზღვენთა კავეთისა, ნაათაბაგა, ნამოხალატა, ოდესხას ტყიან, განვლიდე გორები, დაუდევარ ფიქრის ყალდა, მიადგებო, მოყალო როლს. ბედნიერება მითხრა, რა ვიცი, ახში ინგილს რა ეშორება, უგეშორება უყედო მალის, ამარნეული არქის შეიძლება, ისე მოკვდები გარეთ არ გახო, რის ვიღაც ხორო, საერთოდ ვიხარ, შენ ძმაო ქართველს ვილახარ გახო, რაებს იხსენებ, რეებს აგროვე, ვიხსნა დარგია, სადრა მოხსვია, დასტურები, ისტორიას იჩერე, ხალიფებს, ჭანელებს, კაბადოკიას, არაფერს არ ხმი, რითღა შოვლებ, მაგსაგროვებს და არა საჩოს, მოფხანის მაგვარშობას პოვლებ, როცა იყიდე, დაახარ ისოს, რისთვის იყიდი, რისკი შიდები, როცა მოხოჭის გზაზე ტყიდები, რითმე კაცებს და რაბინები, როცა დამუსტა და ბანდება. გაბრუნდებოდი მშობლების სახლში, რაც ღმერთმა მოგცა, იმით ძლიერ, მოიქცევ, როგორც ილები, ჩაგიხუნებდი, რაც სლებით გაგჩა, ჩემს სამკვიდროში ყოლა ვიქნებოდი, და შენნაირ გარეთ მიდარჩა, აწი იმაზე დაგიხრებოდი. ნააბსარე, აწის ძებნა და შფოთვა არ იქნებოდა, ამიტომ რუსად, გესმის ნუმეძე, ყველა ასახდენ ზღაპარში ნახე, და სიხავის, უხლებ ველებზე, იმედის სიო გამომიძახე.
აცილებას ემოსულა დაპატიჟება, ამათ სიყვარული, გილოცავთ ბებიებს, მშობლებს, ამათ მეხუთე კლასში გადასვლას და გამოსაშვებს. იმდენად კარგები არიან, არაფრით არ შეიძლებოდა ყურადღება არ გამომეხატა და ამ ბავშვების საქციელი ჩემთან დამოკიდებულებაში და საერთოდ არ გამომეხატა. თვითონ ცალ-ცალკე დავახასიათო ძალიან შორსწავად, ისეთი კარგები არიან. ისეთი კარგი გაზრდილები არიან, იციან შრომის დაფასება, რაც მთავარია, აფასებენ ოჯახსაც და სკოლასაც და ყველას და ყველაფერს და ამათთვის ძალიან ბევრი თქმა მინდოდა, მაგრამ ძალიან შორსწავად მინდოდა პატარა სიურპრიზი გამეკეთებინა, რაც დარჩებათ ჩემგან და რა ვიცი, თუ გამოსაშვებზე დამატებენ, როცა მეთოდიკას დაამთავრებენ, უკეთესი სიურპრიზი იქნება მე დავასაქმე გაიგებთ. ამიტომ ამიტომ მე მინდა ხელ გადმოცეთ საჩუქრები ელენე თხო ჯაბანიშვილი ელენეს მოდი ჩემთან ვიფასო სკოლებაში აქტიური მონაწილეობისთვის სიყვარულით ნადია მასწავლებელი, საგან ყველა ბავშვს გადაეცემა და ეს იქნება შენს ელენე და ყველა ბავშვი. Იროცა ჩემი სიყვარულო Thank you.
ვარ დაკარგულიყო. რა ვიცი მე 12 დასამდე დინდა ხო. რა თქმა უნდა. ბეკახის პექიშვილს. ბეკახის დავით ჯელაუს გიორგი ვაიდაუს და გიორგი ვაიდაუსზე ორი სიტყვა ვთქვა და რატო აი ისეთი რაღაცა დავიჭირი ამ ბავშვს ყველა ბავშვი კარგია და მე შუღეთეკრებაზე თავს ვიდება მივეცი ჩავთვლიყავ და მადლობა მეთქვა მშობლებისთვის მაგრამ აი ვაიდაუსთან რამე თქვა იყო შემთხვევა როცა ისეთი რაღაცა გააკეთა რომ მეგონა რომ დიდი ბავშვი იყო რომელმაც ჩემთან დამოკიდებულებაში გააკეთა კარგი და ვეძებდი რომ მადლობა გადამეხადა და აღმოჩნდა რომ ეს იყო გიორგი ვაიდაური და მინდა რომ ამის გამზრდელ მშობელსაც ყველას მასწავლებელსაც მადლობა გადავეხადო რომ იცის შრომის დაცვა კარგი წარმატებები ბავშვებო ძალიან მივახა ასე
ისე ხშირად ხედავთ ჩვენ ეკლესიაში და ყოველთვის ვეუბნები, რომ დაიმახსოვროთ, ვინ არის ნამდვილი ადამიანი, ვინ არის ნამდვილი ქრისტიანი. მივბაძოთ ადამიანი, რომელიც 24 საათი დაკავებულია და მაინც ახერხებს, რომ ეკლესიაში მოვიდეს. ამიტომ არ ვუღალატოთ ამ გზას ბავშვებო. რა თქმა უნდა, ყველა დამრიგებლის წეხამეს ჩვენებს არ გამოვუშვებ, იმიტომ რომ ნასხვანაირი ურთიერთობები ჰქონდა ჩვენ და არ ვიტიროთ. ეხლა ეს პირობა აღარ ახლა მე დავემშვიდობები ჩემს ბავშვებს და დირექტორს ხოთ ეხლა ორი სიტყვით დირექტორმა აძლევლებმა დირექტორმა ეს ძალიან ემოციური მომენტია ხოლმე ბავშვების გაშვება და მომავალი წინ არის ყველა მასწავლებელს ვიცნობ და ყველა მასწავლებლის ვიცნობ თითო ვერი ყვავი ყველა ჩამოვიდოთ ბავშვებს ბერი ჩემ დირექტორმა ისაუბრა მოგესალმებით ყველას ალბათ გამოსახულობთ რომ ძალიან ძვირი შთამბეჭდავი და ამაღლებებელი პოლიტიკა გამოგვიდა რა მანანა მასწავლებელი შემოთავაზა სიტყვები არ ყოფნის მანანა მასწავლების შესახებად და მისი როლის დასაფასებლად ყველამ ვიცით რომ დიდ კონტინგენტიან სკოლებში სადაც 1000 და 2000 ბავშვია სკოლებშიც იუჭირთ ასეთი მასშტაბისა და სახის ღონისძიებების ჩატარება. ეს მანანა მასწავლებელმა მოახერხა ერთი გუჯა სკოლაში 126 მოსწავლით 12 კლასიან 12 ბავშვიან კლასში. ეს იყო ამ პატარა გოგოჯების ნიჭისმეიმი ჩვენი მანანა მასწავლებლების პროფესიონალიზმი, რომელსაც მასწავლებელი ზია და აღზრდელი ქვია. ბავშვებო, ცოტა ხანს და მე დავაისახებ. ასე რა მივიდივართ მადლობა მინდა გადაგიყავოს აი შრომისთვის, რომელიც თქვენ დაძიეთ ამ ღონისძიების მოსამზადებლად. მადლობა მინდა მანანა მასწავლებელს, მადლობა კი არა, 1000 და 10000 მადლობა მანანა მასწავლებელს, აი ასეთი ღონისძიების მომზადებისთვის. აი სულისკვეთებისთვის, რაც თქვენში გააღვწვა მანანა მასწავლებელმა. ზევს დაგილოცავ. არანაკლები მასწავლებლები დაგვხვდებიან მეხუთე კლასში, მაგრამ მანანა მასწავლებელი თქვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულად დარჩება თქვენს სკოლებში, როგორც თქვენი პირველი აღზრდელი და პირველი დამრიგებელი. დავიცი, სასწავლო წელი დასრულდა და დასასრულს უახლოვდება, ბევრი ღონისძიება გაიმართა ჩვენ სკოლაში ამ სასწავლო წლის მანძილზე, მაგრამ გამეთახობით, რომ ესეთი ამაღლებებელი მე-12 კლასის გამოშვება და ეს მეორე გამოშვება მოახერხა კიდე მანანა მასწავლებელმა ჩვენ თვალებზე ჩვენი გამოძიება და ჩვენი გულისიმების შემდგება. დალოცულები ვიყავი, აი ამ პირველი კლასელების დაგვივიდნენ და აიყალეთ, დაულოცავ სავალგზებს და პირდეთ რომ სულ თქვენს გვერდით სანამ სკოლაში ვიცით. ნადია მასწავლებელი გვაწელი ვერ შევკიდებით, მაგრამ მე გვაწელი არა, მე 20 წელი. ამათ შეეცეცნებას მადლობა მინდა გადავუხადოთ თითოეულ პედაგოგს, რადგან სასწავლო წელი დასრულდა და აი დიდი შრომისთვის, რაც ყველა პედაგოგმა ჩადო ჩვენი ასწავლის განვითარებაში, აღზრდაში. მადლობა მინდა გადავუხადოთ ნანა მასწავლებელს, რომელიც ყოველთვის გვერდში გვედგა და გვიგდას აი საცეკვაო ნომრების შესრულებაში და აი უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენი სკოლის განვითარებაში. მადლობა მინდა გადავუხადო მას ისა მშობლებს, რომლებიც ძალიან აქტიურად ჩართული ჩვენი სასკოლო საზოგადოების ცხოვრებაში. მადლობა მინდა გადავუხადო რესურს ცენტრის თანამშრომლებს, ქალბატონ თათიას და უდიდესი მადლობა ბატონ ლევან ციკლაუს, რომელიც მთელი წლის მანძილზე პროექტებს მოახერხებდა და იმედს ვიტოვებ, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდში იქნება, თუ რაღაცა განსაკუთრებული შემთხვევები არ მოხდა გამონაკლისი. ეხლა მადლობა მინდა გადავუხადო ორი ბებო-გვესწრება აქვს და ერთი ვიცით რომ ჩვენ სკოლაში არ აქვს თქვენს ურთიერთი უშვეთი და ეს პატარები არიან რაგნაც შეიგდებათ და ბებოები ზრუნავდნენ ამათ ჭამას მაზე. ჩვენ ეხლა მე-4 კლასის მოსწავლეს გაბრიელ ჯაბანიშვილის ბებოს იზო ბარბაკაძეს საკლასო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის გადავცემთ ჯილდოს. ნიკოლოზთანაც ასევე გააგზავნეთ.
საწაულის ბებოს ბჟამოთი არა ჯურს, სასწავლო წლის განმავლობაში კლასის ჩამასვლის პრობლემის მადლობა მზაობეთ შეხვდებოდა. მადლობა მედიკოს ყველანდელი კომისიების წაყვანისთვის. და მადლობა ინვესტის გამორჩეს მონიტორის კურსის გამორჩა. ეხლა არე მე ფოტოს გადაიღე პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, მადლობა მოგზაურობისთვის. ჩემთვის ძალიან ამაღლებელი იყო სიხარული, მას დამოკიდებულება, თუმეტეს ლექსები და სიმღერები რაც შეასრულა, მართლა ძალიან მოქმედა უცბად აქცენტები. მე ვიყოთ როცა საფულობდი რეზერვში, აი კაცი იყო, აი რაც ძალიან ბევრი შესრულებული სხვადასხვა თანამშრომლების მიერ, რეზერვისტების მიერ. ერთი რაც შემიძლია რომ თქვენ ქალბატონმა ანანამ უფლის ნების გარეშე არაფერი საკითხი არც დასაწყისში აუცილებლად უნდა წამოყვეთ უნდა დაისვა თქვენი საქმიანობა, თქვენი მამული და თქვენი აი ამ სამ ფასეულს, აი ამ სამ უძვირფასეს საუკეთესო რამ იქნება ყოველთვის სამწუხაროდ და უცნობ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია აღზრდა და გაზრდა. მე მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონმა, მადლობა გადავუხადო ქალბატონმა. ყველა პედაგოგ, მშობლის, დედმამიშვილის, პაპას და ბაბუს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია როგორც ოჯახში, ასევე სკოლაში, საავტორო პროცესში და გაზრდაში. გამორიცხული ეს ყველაფერი ერთად თუ არ იქნება კარგად გაკეთებული, რა თქმა უნდა, არ იქნება და არ იქნება და ვერ იქნება ბავშვის შედეგები, რაც ეს აი ამ საუკეთესო თაობამ შეასრულეს და წარმოვიდგინეს. მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს, მონაწილეებს, შესრულებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირედი ლოგისტიკაში შეიტანა ყველამდე მონიზებაში. მე მახსოვს, როდესაც სწავლობდი სკოლაში და სადამრიგებლო ასრულებდი სასწავლო პროცესს, რა დამოკიდებულება იყო, როგორი რაღაც გულისწყეთა იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან დიდი შრომა, ჩადებული ძალიან დიდი ვაწლი არის ჩადებული თქვენს აღზრდაში და გაზრდაში, რა თქმა უნდა, მშობლების, ასევე პედაგოგების და ყველა იმ ადამიანის, ვინც 24 საათი ჩართულია. მე დაკმაყოფილი ვარ, ეს თაობა, ეს ბავშვები თავის სიტყვას აუცილებლად იტყვია ჩვენი რაიონისა და ჩვენი ქვეყნის საკითხებზე და იმისაც მჯერა, როგორც ეხლა, ასე ლაღად, ასე კარგად, შესანიშნავად გააკეთეს და შეასრულეს დღევანდელი ღონისძიება და წარმოვიდგინეთ ჩვენ, ასეთი წარმატებულები იქნებიან მომავალში. რა თქმა უნდა, ახალი კლასის დამრიგებელიც უკვე ძალიან დიდი შეიძლება თქვენს აფასტებაში ჯერა ამის, როგორც ახლა ეს ერთობლივ და ეს სიყვარული ავსეთ პერსონაჟს მომავალშიც ასე იქნება. ნუ ერთი რაც შემიძლია რომ ვთქვათ ასე სწავლა და არ იქნება ისე კარგად იყოს ნუმერი შესრულებული წერა სწავლასთან დაკავშირებით ბიუროკრატია რა გამორიცხული არ იქნება თუ არა ნებისმიერი სიტუაცია მდგომარეობა საშუალება შესაძლებლობა გაიგოთ უფრო ისწავლოთ უფრო წარმატებული იყოს ეს არის საწინააღმდეგო როგორი სწავლით სკოლის პერიოდში შემდეგ რა თქმა უნდა სტუდენტობა მე როგორც მუშაობის სპასპარატზე მაგრამ რასაც გეუბნები პედაგოგი მასწავლებელი თქვენ ეს უნდა გაიგოთ დაუჭიროთ მოისმინოთ რომ გამოგიჩნდეთ აუცილებლად გამოგიჩნდეთ და დაგჭირდეთ იმიტომ რომ თქვენი საქმის პროფესიონალები გახდეთ რა პროფესიასაც თქვენ შეიძლება. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა
ეს უცებს კალდაფონატარებს, კალდაფონატარებს, პედაგოგებს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მიიღებენ ღონისძიებაში, მინდა მადლობა გადავუხადო ასევე ბავშვებს, განსაკუთრებული ასე კარგად შეესრულებენ და ბუნებრივია ჩვენზეც ვერი უქმედეთ და განწყობილდეთ იმას. მადლობა თქვენ. საერთოდ